Bismillah, alhamdulillah, ala rasulina Muhammad, amma ba'd, assalamu alaikum, მოგესალმებით, ძვირფასო მორწმუნეებო. შეიძლება თუ არა ქალბატონებმა დედათაცის დროს, ანუ მენსტრუაციის დროს იმარხონ. რა თქმა უნდა, ამ თემასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გავრცელდა ერთ-ერთი ვიდეო, სადაც საუბარი არის, რომ თითქოს შეიძლება ვინ არიან ეს კატეგორია ხალხი, რა იდეოლოგია აქვთ, რას წარმოადგენენ. ჩვენ ამ თემასთან დაკავშირებით დაახლოებით 1 წლის უკან მქონდა ვიდეო ჩანაწერი და საუბარი თუ ვინ იყვნენ. მარტივად მოკლედ რომ ვთქვათ, ეს კატეგორია ხალხი არიან ისინი, ვინც რომ ჰადისებს უარყოფენ, ანუ შუამოვალ მუჰამედ სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამის ალლაჰის სალამი და მშვიდობა იყოს მასზე, მის სიტყვებს, პრაქტიკაში განხორციელებულ ცხოვრებას, ანუ მის ცხოვრებას, მის სიტყვებს ყველანაირად უარყოფენ. და ამბობენ, რომ ყურანი საკმარისი არის, რადგან ყურანში არ წერია მსგავს თემასთან, ამ თემასთან დაკავშირებით, რომ არ შეიძლება, ანუ ლოგიკურად შეიძლება ამბობენ. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ თემაზე დაკავშირებით ძალიან ვრცლად ვისაუბრეთ, შეგიძლიათ რომ ჩვენ გვერდებზეც ნახოთ, მაგრამ ეს კატეგორია ხალხი ვინ არიან ამის უკან, ვინ დგას, რას წარმოადგენენ, რა აქვს მიზანი, მაგრამ ერთი არის, რომ ის ხალხი, ვინც რომ ჰადისებს უარყოფენ, წმენიდან გადიან, ურწმუნონი ხდებიან. ამიტომ ასეთ კატეგორია ხალხს არ უნდა მოусმინოთ. რაც შეეხება ამ თემასთან დაკავშირებით, ძვირფასი შუამოვალ სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამი ბრძანებს, რომ აიშა რადიალლაჰუ ანჰას გადმოცემის მიხედვით, მან თქვა, როდესაც ჩვენ გვქონდა ჰაიზი, ანუ მენსტრუაცია, მაშინ ჩვენ ნაბრძანები ვიყავით აგვენაზღაურებინა მარხვა. ანუ როდესაც მარხვისთვე დამთავრდებოდა ის დღეები, რაც რო ვერ იმარხეთ, ის უნდა აგვენაზღაურებინა. მაგრამ არ ყოფილვართ ნაბრძანები აგვენაზღაურებია ლოცვა. ანუ ლოცვა არ საჭიროებს ლოცვას, იმიტომ რომ ლოცვა ყოველდღიური რადგან ხდება და ძნელი არის და მარხვა რადგან წელიწადში ერთხელ ხდება, ის უნდა ანაზღაურდეს. შემდეგ ბუხარა ჰადისში არის გადმოცემული, მუსლიმში ასევე. შემდეგ ჰადისში არის, რომ მე ვედა ჰაჯის დროს მენსტრუაცია დამეწყო. ამის გამო ალლაჰის შუამოვალ სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამ მოვიდა ჩემთან და დამინახა, რომ ტიროდი. მან კითხა, რა მოხდა, მენსტრუაცია დაგეწყო? უპასუხე, დიახ. მაშინ მან მითხრა, ეს არის ის, რაც ალლაჰმა ადამის ქალიშვილებს განუსაზღვრა. ჰაჯის ყველა რიტუალი შეასრულე, მხოლოდ ქააბას ტავაფი არ გააკეთო. ანუ მენსტრუაციის დროს ქალბატონებს მაგალითად შეზღუდული აქვთ ჰაჯობის დროს ტავაფის გაკეთება, ქააბას ირგვლივ სიარული, აგრეთვე მამაკაცთან ურთიერთობის დამყარება, ლოცვა და ასე შემდეგ. და ერთ-ერთი კიდევ არის მარხვაც. ანუ მარხვაც არ არის, რომ არ ევალდებულება, რომ იმარხოს პირიქით, ამ დღეებს ჩვეულებრივად გაატარებს, მარხვა როდესაც დასრულდება, შემდგომ იმ დღეებს აანაზღაურებს. ანუ ჩვენ როდესაც ვუყურებთ წყაროებს შუამოვალ სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამის სიტყვებს, გვეუბნება, რომ და გვასწავლის, რომ ასეთ დროს ქალბატონებმა არ უნდა იმარხონ. და ეს კატეგორია ხალხი, ვინც რომ სოციალურ ქსელში არის გავრცელებული ვიდეოები და ამბობენ, რომ შეიძლება, თქვენ თვითონ განსაზღვრეთ, ვის ემსახურებიან. ამიტომ იმ ხალხიდან შორს ვიდგეთ. ალლაჰმა სწორი გზიდან არ აგვაცილოს. ალჰამდულილლაჰი რობილ ალემინ. ალ-ფატიჰა.